ფოთის კოლხეთი ახალი სეზონისთვის მზადების ბოლო ეტაპზეა. ისინი 17 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით თურქეთში ქალაქ კიზილჯაჰამაში 14 დღიან შეკრებაზე იმყოფებოდნენ. თურქეთში ვიზიტი ფეხბურთელებისათვის ნაყოფიერი აღმოჩნდა. ახალი სეზონისათვის გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა. მათ მარტვილიდან ლაშა ჭღამაია, ხობიდან გიგა წურწუმია, სამტრედიიდან შოთა კერძევაძე და გაბრიელ თებიძე, ბორჯომიდან ბიჭიკო გედეინძე, თერჯოლადან დავით ბოლქვაძე, თბილისის ლოკომოტივიდან ლუკა ლუკავა, ახალგაზრდული გუნდიდან საბა შალიკაშვილი, უკრაინიდან ვიტა ლიმანკო და იგორ ოზირკივი, ხოლო აზერბაიჯანიდან რასიმ მამალდავონი დაემატა. გუნდი გარდამავალი სეზონისათვის საბოლოოდ დაკომპლექტდა. სამწუხაროდ ჯერაც გაურკვეველია სად ითამაშებს საშინაო მატჩებს ფოთის კოლხეთი. შეკრება გავიარეთ თურქეთში. მე ვფიქრობ ძალიან ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა, კარგი სპარინგებით, კარგი მოსამზადებელი პირობებით და მე ვფიქრობ ეს მომზადება აუცილებლად აისახება სეზონზე, რომელიც სულ 2 დღეში იწყება, ჩვენ 3 დღეში უпростоრად 7-ში გვაქვს თამაში. პირველი თამაში გასვლა ზუგდიდში. გუნდი რა თქმა უნდა გადახალისდა, ფეხბურთელებმა დაგტოვეს, ზოგი ჩვენ გაუშვით. გვაქვს შევსება, მე ვფიქრობ საკმაოდ კარგი შევსებაა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ როგორც შარშან, ესევე გუნდი წარმატებულად იასპარეზებს ამ სეზონში და ჩვენი მიზანი არის რა თქმა უნდა იმ 10 საუკეთესო გუნდში დარჩენა მოხვედრა, ესე ვთქვათ. მთლიანობაში რა თქმა უნდა დადებითად უნდა შეითვალოს ის 10 დღიანი შეკრება, რაც გუნდმა თურქეთში გაიარა, საკმაოდ კარგი საფეხბურთო პირობები იყო იმისათვის, რომ გუნდი საკმაოდ კარგად მომზადებული შეხვდეს ჩემპიონატის განახლებაზე და რა ვიცი უკვე ხაშვიდში უკვე პირველი თამაში გვაქვს და საკმაოდ კარგად არის გუნდი მომზადებული იმისათვის, რომ პირველი თამაშიდანვე დავიწყოთ ქულების მაქსიმალურად მოპოვება, რათა წლევანდელ სეზონში გუნდმა შეძლოს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება. ფოთის კოლხეთი ახალი სეზონის პირველ მატჩს 7 აგვისტოს ზუგდიდში გამართავს.